მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ. დღეს ვისაუბრებთ რომელი წამლები უნდა იყოს ყველა ადამიანის სახლში. ასეთი კითხვა იყო ზუსტად ფორმულირებული, რომ გითხარით რა უნდა გქონდეს ყველასო. და თავარი ალბათ რაც გულისხმობდა კითხვის დამსმელი იყო, რომ რა უნდა გქონდეს ყველას ალბათ კრიზისების დროს, ხო? როცა აფთიაქთან წვდომა არ არის, ან კლინიკასთან წვდომა არ არის. ამაზე ვისაუბრებთ, ის წამლები, რომელიც აუცილებელი ამ დროს. ყველა პირველს, რომელსაც ვიტყოდი, არის აცეტამინოფენი, ანუ პარაცეტამოლი. პარაცეტამოლი უნდა გქონდეს ყველას, ტკივილ გამოყუჩებელი, სიცხის დამწევი და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალება, რაც შეიძლება რომ ადამიანმა გამოიყენოს, არის პარაცეტამოლი. ძალიან ძნელია რომ პარაცეტამოლისგან რამე ცუდი დაემართოს ადამიანს, ან მაღალი უსაფრთხოება აქვს მოკლედ. და როცა გამოიყენება მათ შორის ბავშვებში, ნებისმიერ ასაკში გამოიყენება პრაქტიკულად და ანუ სიცხის დროს, ტკივილის დროს ერთ-ერთი საუკეთესოა უსაფრთხოებით განსაკუთრებით. არ არის ყველაზე ძლიერი ტკივილ გამოყუჩებელი, რაც კი შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო. რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, მაღალ დოზებში შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს, ამიტომ დოზირებასთან უნდა იყოს ფრთხილად ადამიანი, რაც აწერია, ის დოზირება უნდა მიიღოს, არა მეტიც ხშირად არ არის ხოლმე პრობლემა, მაგრამ ბევრად მეტი არ შეიძლება. მეორე, რასაც ვიტყოდი, იბუპროფენი, ეგ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, იბუპროფენი ანთების საწინააღმდეგოა და ტკივილ გამოყუჩებელი. უფრო ცოტა ძლიერია ვიდრე აცეტამინოფენი, ვიდრე პარაცეტამოლი და ბევრ შემთხვევაში გამოიყენება განსაკუთრებით კუნთების ტკივილი, მენსტრუალური ტკივილები, ტკივილი ზოგადად, ესე როგორც სიცხის დამწევიც და ასე. აქ რა უნდა გავითვალისწინოთ? აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ადამიანს აწუხებს თირკმელები, თუ ადამიანს აწუხებს კუჭის პრობლემები, მაშინ იბუპროფენი არ შეიძლება, რადგან შეიძლება თუ წყლული აქვს ადამიანს სისხლიდან გამოიწვევს, თუ თირკმელები აწუხებს, შეიძლება თირკმელების დაზიანება და თირკმელების პრობლემები მოკლედ. შესაბამისად, იბუპროფენი უფრო საფრთხილოა, მაგრამ ეგეც მნიშვნელოვანია. მესამეს ვიტყოდი ასპირინს. ასპირინიც ანთების საწინააღმდეგოა და ტკივილ გამოყუჩებელია. ცოტა უფრო ძლიერია იმ ორზე, მაგრამ უფრო მეტი გვერდითი ეფექტები აქვს, მათ შორის კუჭის და სისხლდენის მხრივ. თუმცა ისიც არის, რომ მაგალითად ვისაც გული აწუხებს და გულის შეტევა აქვს, მაგ დროს შეიძლება პირიქით, ანუ სიცოცხლის გადამრჩენელიც გახდეს. ამიტომ მოკლედ ასპირინს მაინც მივცემდი მნიშვნელოვან ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ ძველია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვერდითი ეფექტები აქვს. ამბობენ ხოლმე, რომ ეს მორფი და ესენი ფენტანილი მაგალითად ეგეთ წამლები, ეხლა ეგეთ წამს არც არავინ არ მისცემს ადამიანს ისე ოპიოიდებს, მაგრამ კრიზისების დროს არის ხოლმე, რომ მაგალითად ჯარისკაცების პაკეტებში არის ხოლმე, რომ ძალიან ძლიერი ტკივილის დროს რომ დაირჭონ, თუმცა მან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან შეიძლება ადამიანს სუნთქვა გაუჩერდეს ეგეთი ზედოზირების შემთხვევაში, ამიტომ თუმცა ეგენი რა თქმა უნდა ადამიანს სახლში ვერ ექნება. ანტიჰისტამინები, რასაც შემდეგ ვიტყოდი, სუპრასტინი, დიფენჰიდრამინი, ლორატადინი, ცეტირიზინი, რომელიც გინდა ადამიანს, პირველი თაობის ანტიჰისტამინები მაგალითად დიფენჰიდრამინი და სუპრასტინი კაია იმ მხრივ, რომ თან აძინებს და თიშავს ადამიანს, მოკლედ, ამიტომ რომ ზოგჯერ იყენებენ ხოლმე, მაგრამ არ შეიძლება დიდხანს გამოყენება, ანუ იმისთვის რომ როგორც დამაძინებლად გამოიყენო, ან დამამშვიდებლად არ შეიძლება, ნერვებზე მოქმედებს ცუდად, ამიტომ მაგრამ როგორც ანტიალერგიული, აი ნაკბენების შემთხვევაში, ალერგიის შემთხვევაში, კანზე ალერგიული რეაქციის დროს, როცა არ იცი რა არის, მაშინ დიფენჰიდრამინიც, სუპრასტინიც და ლორატადინიც და ცეტირიზინიც და დესლორატადინიც მოქმედებს მოკლედ კარგად და შეიძლება მათი მიღება. დიარეის საწინააღმდეგო წამალს ვიტყოდი შემდეგს, მაგალითად ლოპერამიდი, რომელიც იმოდიუმი შეიძლება გაგიგეთ, ყველაზე გავრცელებული და ეს ცნობილი რაც არის.
და რატომ? აი განსაკუთრებით თუ თქვათ აი წყალი არის მოწამლული მაგალითად და ადამიანს დიდი შანსია რომ ისეთი დიარეა დაემართოს რომ როცა სუფთა წყალი არ არის ისეთი დიარეა აქვს ადამიანს რომ ელექტროლიტებს კარგავს, წყალს კარგავს და შეიძლება ამ ელექტროლიტების დაკარგვის გამო, ელექტროლიტების დისბალანსის გამო ადამიანი დაიღუპოს. აი ამის პრევენციას სითხე რო არ დაიკარგოს კრიტიკულ სიტუაციაში მოკლედ მნიშვნელოვანია. თუმცა სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ამ ლოპერამიდმა ინფექცია შეიძლება შენიღბოს და პირიქით გააძლიეროს ინფექცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით თუ განავალში სისხლია ან ადამიანს მაღალი სიცხე აქვს, მაშინ არ შეიძლება ლოპერამიდი, მაშინ სითხეები მაქსიმალურად ანუ დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები მაგდროს არ შეიძლება. ლაქსეტივებს ვიტყოდი, შემდეგ ლაქსეტივებს საფაღარათოები, მოკლედ საფაღარათოებიდან რატო? იმიტომ რომ მაგ დროსაც არის ხოლმე როცა არ არის საშუალება კარგი კვების, ადეკვატური სითხეების მიღების და ასე შემდეგ შეიძლება შეკრულება დაემართოს ადამიანს, მithumetes ვინც არის მიდრეკილი მისკენ, შესაბამისად ადგილობრივი ანტიბიოტიკები, ანუ ანტიბიოტიკების კრემები და ანტისეპტიკური ხსნარები, მაგალითად წყალბადის პეროქსიდი და ანტისეპტიკური ისინი ხელსახოცები, ეგენი განსაკუთრებით ჭრილობის დამუშავებისთვის, პატარა ჭრილობებისთვის და ესე ინფექცია რო არ შეიჭრას და ინფექცია რო არ გავრცელდეს მთელ ორგანიზმში, ამისთვის საჭიროა. ჰიდროკორტიზონის კრემი კარგია განსაკუთრებით ალერგიების დროს, კანზე ალერგიების დროს მნიშვნელოვანია მის გამოყენება, მაგრამ დიდხანს და ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება და არაა სასურველი. ალოე ვერას გელი, მცირე დამწრობებისთვის კარგია და ესე ეპინეფრინი არის იგივე ადრენალინი არის აი სიცოცხლის გადამრჩენელი, ოღონდ პრობლემა ის რომ საქართველოში არ იყიდება ეგ ფორმა, რომელიც ეს პირდაპირ ნემსია, რომელიც უნდა შეუძლია დაირჭოს ადამიანმა თვითონვე, თუ ხედავს რომ ძლიერი ალერგია აქვს და იცის რომ ალერგიულია და იცის რომ შეიძლება ანაფილაქსია განვითარდეს და რეალურად სიცოცხლეს გადაარჩენს. ეგეთი ძლიერია ამ შემთხვევაში და სხვა ვერაფერი ვერ აკეთებს მაგას, ანუ არ აქვს ალტერნატივა იმას ეპინეფრინს, თუმცა მე რაც ვიცი, მოკლედ საქართველოში არ იყიდება, თუ იყიდება და თუ იცით ვინმე დაწერეთ სად და რა ქვია, რა სახელით იყიდება, თუმცა არ მგონია. ინსულინი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინსულინი დიაბეტი აქვს, ანუ ვისაც დიაბეტი აქვს, განსაკუთრებით ტიპი 1 თუ აქვს, მაშინ ინსულინი ჭირდება სასიცოცხლოდ, რომ დიაბეტური კეტოაციდოზი არ განვითარდეს და ადამიანი დაიღუპება ინსულინის გარშე. ოღონდ ინსულინის პირობებში ჭირდება შენახვის, ანუ იმაში მაცივარში და ასევე გლუკოზის აპარატი უნდა ქონდეს ადამიანს, რომ გაიზომოს ხოლმე გლუკოზა, კონტროლი ჭირდება აუცილებლად. შემდეგ რასაც ვიტყოდი არის ეს ასთმის ინჰალერებიდან, ალბუტეროლი, სალბუტამოლი ეგ ყველაზე კრიტიკულია, შეიძლება ადამიანი დაიხრჩოს ხველისგან და შეშუპებისგან ასთმის დროს, აი ეგ რო არ მოხდეს ესეთი მძიმე მდგომარეობა, ამისთვის ეგ ასთმის ინჰალერები თუ კი ვინმეს საახლობლოში მაინც აქვს ასთმა, მაშინ აუცილებლად უნდა ქონდეს ადამიანს. თერმომეტრი და ისე ბინტი და შესახვევები და ესეთი რაღაცები, საღიაზრი რო ეგეთი რაღაცები უნდა ქონდეს ადამიანს. ანტიბიოტიკებიდან არის ხოლმე კითხვა, აი რომელი ანტიბიოტიკი უნდა ქონდეს? ანტიბიოტიკიდან აი ადამიანმა თუ არ იცის რა ქნას, მაშინ აი ეგეთი ანტიბიოტიკი არის, ის აუგმენტინი, ანუ ამოქსიცილინ კლაულინატი, რომ აი როცა არ იცის რა ქნას და ვიღაცა ინფექციით კვდება რა, აი ეგეთ დროს გამოსაყენებელი არის ამოქსიცილინ კლაულინატი. დოქსიციკლინია კიდე ერთ-ერთი ეგეთი ძლიერი, რომელიც მაგალითად განსაკუთრებით თუ ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც ლაიმის დაავადება არის გავრცელებული, ასევე სასუნთქი გზების ინფექციები თუ აქვს ადამიანს, დოქსიციკლინი მაგ დროს კარგია, ოღონდ გასათვალისწინებელი რომ ბავშვებში ორსულებში არ გამოიყენება და შეიძლება ფოტომგრძნობიარობა გამოიწვიოს, სინათლის მიმართ მგრძნობიარობა.
Ciprofloxacini ასევე ერთ-ერთი ძლიერი ის არის ანტიბიოტიკი, რომელიც სასუნთქიგლების ინფექციების დროს გამოიყენება, ასევე საწმისმომნელებელი სისტემის ინფექციების დროს, ასევე ჯილეხის დროს, მაგალითად თუ ჯილეხია გავრცელებული და ან კრიზისების დროს მოკლედ გამოიყენება, თუმცა შეიძლება მყესები დააზიანოს და სიფრთხილეა საჭირო რა და ასევე გვერდი ეფექტების მხრივაც ყურადღება მისაქცევია, თუმცა როცა საჭიროა, მაშინ სხვა გზა არ არის. მეტრონიდაზოლია კიდე ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკი, რომელიც განსაკუთრებით ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ გამოიყენება და ეგ არის მაგალითად, როცა აი დაბინძურებული ჭრილობა აქვს ადამიანს და ანაერობული ბაქტერიების ინფექციის შეჭრის რისკი როცა არის, მაგ შემთხვევაში გამოიყენება. ოღონდ მეტრონიდაზოლთან უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ არაფრის დიდებით არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება, ანუ ალკოჰოლი არ უნდა დალიოს და ალკოჰოლთან მისი მიღება არ შეიძლება. მოკლედ, ხო, ატროპინი კიდე შეიძლება, ატროპინი განსაკუთრებით თუ ეგ იშვიათად ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კი აი კრიზისულ ზონებში არის, როსაც არის რისკი იმისი, რომ შეიძლება რაღაც გაზები გაუშვა, ნევროლოგიური და ეგეთი, მაგ დროს ატროპინმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩენოს, მაგრამ ეხლა სახლში ვერ ექნება ეგ ადამიანს, თუმცა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ეგეთი რისკი თუ მოდის ან თუ არის, ატროპინი ერთ-ერთი გამოსავალია მაგ დროს. ნალოქსონი არის კიდე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნარკოდამოკიდებული ადამიანი ყავს სახლში მაგალითად, ან თვითონ არის ნალოქსონი ასე ოპიოიდების გადაჭარბების შემთხვევაში სიცოცხლეს გადაარჩენს მოკლედ ნალოქსონი, იმით რომ აი ნარკოტიკული საშუალებით არ მოკვდეს ადამიანი, ამისთვის არის ნალოქსონი და ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეპარატია ეგეთ შემთხვევებისთვის. დიაზეპამი კიდე, ან დიაზეპამი არის, აი თუ ადამიანს ეპილეფსია აქვს, ან კრუნჩხვა, ან კუნთების მომადუნებელი და ძლიერი შფოთვა თუ აქვს, მოკლედ, აი ძალიან ძლიერი შფოთვა თუ აქვს ადამიანს, დიაზეპამი და ეს დიაზეპამი დაამშვიდებს. ოღონდ მან რისკია მე რომ მუდმივად არ გამოიყენოს ეს დიაზეპამი და როგორც ნარკოტიკი ეგრე არ გამოიყენოს, დოზას აქვს კიდე მნიშვნელობა, მაღალ დოზებში შეიძლება სუნთქვა გაუჩერდეს ადამიანს და მოკვდეს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, ბავშვებისგან დაცვაა საჭირო აუცილებლად დიაზეპამების. თუ ადამიანს წნევები აქვს, ლორსარტანი, ლიზინოპრილი, ეგენი არის ყველაზე ლიზინოპრილი არის მაგალითად როცა არიცი რა და ეგრევე როგორც კაპტოპრილზე რო არის ხოლმე, ოღონდ ლიზინოპრილი ჯობია. შესაბამისად ეგენია თუ ადამიანს გულის უკმარისობა აქვს და შეშუპება და ვერ სუნთქავს, ფილტვების შეგუბება აქვს, მაგისთვის არის ფუროსემიდი შარბდენია, ოღონდ მნიშვნელოვანია რომ ელექტროლიტების დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს და ამიტომ დიდი ყურადღება ჭირდება მას. თუ იღებს ადამიანი კალიუმის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს და მოკლედ ყურადღება ჭირდება, მაგრამ სიცოცხლე შეიძლება გადაარჩინოს. კლოპიდოგრელი და ვარფარინი ეგ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტენტირება გაკეთებული ან წარსულში ქონდა ინსულტი მაგალითად, სისხლის გამათხიერებლები აუცილებელია იმისთვის, რომ კიდე არ დაემართოს ან გულის შეტევა, ან ინსულტი, შესაბამისად აუცილებელია გენს. ნიტროგლიცერინი, სტენოკარდიის მოსახსნელად, ვისაც გულის შეტევის მსგავსი სიმპტომები, გულზე ზეწოლის შეგრძნება და ეგეთი რომ უვითარდებათ ხოლმე, ენის ქვეშ ნიტროგლიცერინი ძალიან ცნობილი ფაქტია. საჭმელმომნელებელი სისტემისთვის ომეპრაზოლია ეს go-to პრეპარატი, რომელიც უნივერსალური ვით არის. ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი კარგებია ყველა. ლანსოპრაზოლი მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესოდ, პანტოპრაზოლი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ, ომეპრაზოლი ყველაზე იაფად. და უფრო უნივერსალურად, იმიტომ რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია, აი წყლული ვისაც აქვს, სტრესული სიტუაციების დროს, როცა გასტრიტი აქვს ადამიანს, კუჭი ტკივა, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი დაავადება აქვს, მოკლედ ეგენი.
და ელექტროლიტების ხსნარი, თუ არადა სახში შეუძლია მოამზადოს, თუ ადამიანი კარგავს ელექტროლიტებს, მაგალითად, ბევრს აღებინებს, ან დიარეა აქვს, ბაღარათი აქვს, მაგდროს ელექტროლიტები უნდა ის ელექტროლიტების ხსნარი აუცილებლად დალიოს ადამიანმა, რომ არ დაკარგოს, რადგან ეგ დაკარგვა შეიძლება იყოს ფატალური და სიკვდილი გამოიწვიოს და სახში შესაძლებელია მოამზადო, ან ცოტა მარილი, ცოტა შაქარი, წყალი შეუძლია ერთმანეთში, წყალი უნდა იყოს სუფთა, რა თქმა უნდა და გამოდის ის ელექტროლიტების ნაზავი გამოდის რეალურად ეგ. ასე რომ სახში მომზადება შეიძლება თუ საშუალება აქვს. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა ძირითადები პრინციპში ვთქვით, შეიძლება რაღაც სპეციფიკური წამლები არ არის ჩამონათვალში, მაგრამ ძირითადი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ადამიანს სახში რაც შეიძლება კონდეს და კრიზისისთვის მზად იყოს, მით უმეტეს ეგინ ჩამოთვალეთ. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, გამოწერეთ არხი, რომ დააკომენტარეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს მე ეს ვიდეოები, ანუ YouTube-ის ალგორითმი არის ეგრე მოწყობილი, რომ თუ თქვენ ალაიქებთ, ან აკომენტარებთ, ან ის არხს გამოწერთ, გააშიარებთ და ესე მეტ და მეტ ადამიანს აჩვენებს და ეგ იქნება ან თქვენი მხრიდან ჩემს მიმართ სოლიდარობის გამოხატულება. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.